მოგესალმებით, ჩვენ ახლა ვიმყოფებით მეღვინეობა პირველის ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულია ორი საშუალო ზომის სათბური. საბაზისოდ სათბურში შევიტანეთ სერბული წარმოების ელექსირ ზორკას 721-ის სასუქი, გრანულირებადი სასუქი გასაშლელად. შემდეგ გადარგვის შემდეგ ცოტა მივეხმარეთ, ასე ვთქვათ, პოლარის პროფგელით. შესანიშნავი ჟელეებია, წყალში ხსნადი სასუქები ამ მიმართულებით. დანარჩენი მე რაც მინდა აღვნიშნო, რომ ახლა არის უკვე დეკემბრის თითქმის ბოლო, სალათები მშვენივრად გამოიყურება, აქვს კარგი ზრდაგანვითარება. ამის შემდეგ ჩვენ ამ სალათების განვითარებაზე უკვე ცოტა სხვა მიმართულებებს ვიფიქრებთ, როგორიც არის უფრო ესეთი ბიოპრეპარატების გამოყენება, მაგალითად როგორიც არის ტრიქოსიმბიო. შეტანილი გვაქვს ერთხელ აქ ტრიქოსიმბიო და როგორც ხედავთ, საკმაოდ ტენიანი პერიოდია, იმიტომ რომ მაღალი ტემპერატურების გამო გვაქვს ძალიან სწრაფი აღორთქლება, ნიავდება სათბური, მაგრამ შეიძლება ეს უბრალოდ ხშირად ვერ გაკეთდეს არსებული ამინდების გამო. ამიტომ ხედავთ, რომ სალათზე ფაქტიურად არანაირი სოკოვანი დაავადება არ არის, ზრდაგანვითარება ძალიან კარგად აქვს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი ესეთი ამ პერიოდში ძალიან ადვილად შეიძლება გათბობის გარეშე ვაწარმოოთ ძალიან მცირე სასუქების გამოყენებით და იგივე თქვათ ბიოპრეპარატების გამოყენებით საკმაოდ ხარისხიანი სალათი. კახეთში არის ძალიან ბევრი ნათელი დღეები იმისთვის, რომ გათბობის გარეშე ნებისმიერმა მსურველმა ზამთრის პერიოდში შეუძლია აი ესეთ პატარა მეღვინეობაში მოიყვანოს სალათი, რაც რა თქმა უნდა მისთვის ეკონომიურად უფრო მომგებიანი იქნება. აღარ დაელოდება გამოზაფხულებას და თქვათ იგივე პომიდურის გაკეთებას. ყველას წარმატებას და ბარაქიან მოსავალს გისურვებთ.